უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ დღეს თბილისის 202 უსინათლო და მცირე მხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის 202 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია გაჩიჩილაძე, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები, სპეციალისტები, მოსწავლეები და მათი მშობლები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სტუმრებს გაესაუბრა, დალოცა და მათ საჩუქრად საიუბილეო ჯვრები გადასცა. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. აღნიშნული ჯვრების საგანგებოდ ამ თარიღთან დაკავშირებით შეიქმნა. ესენი არიან როგორც ანგელოზები. ესენი გვეხმარებიან, რომ უფრო კეთილები გავხდეთ, უფრო კეთილშობილები გავხდეთ, უფრო ლმობიერები გავხდეთ და ერთმანეთის მეტად გვიყვარდეთ და ამათ გულისთვის ბევრი სიკეთე გავაკეთოთ და სიყვარული ვისწავლოთ, მოწყალება ვისწავლოთ, ასე რომ ჩვენი ანგელოზები არიან ესენი. ასე რომ მე ბედნიერი ვარ დღეს თქვენი მიღებით და ამ ძვირფასი ბავშვების მიღებით. შეხვედრაზე ბავშვებმა ლექსებიც წაიკითხეს. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სკოლის მოსწავლეებს უთხრა, რომ მოხარული იქნება თუ მას ხშირად ესტუმრებიან. ბავშვები დაჰპირდნენ, რომ მომდევნო სტუმრობისას მუსიკალურ ნომრებსაც შეასრულებენ. ო ენავ ჩემო, დედაო, ენავ, შენ ჩვენო ნიჭოს რბოლავ და ფრენავ, შენ ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ კირო ჩვენთა ქვათა და კირთა, შენ ერთი შემჩი სამარის პირთან. გულის გრალით დავლოცე მტერიმს გეხილოს ძლეული, ღვთისენად ამოგემხილოს ის ფარულ ზოში მეული. აწმართლა უნდა იმეფოს ვეფხის ტყავ შემოყვართულმა, დედოფალ სიტყვა მოჰგვარეთ, რომ ძეჩვას საბა ქართულმა. კოჩა. დადიდებული. შეხვედრის დასასრულს პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან სამოგზაურო ფოტოები გადაიღეს. სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. აქ შეკრებილების სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კიდევ ერთხელ დალოცა. ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა, თქვენთან ურთიერთობა და მინდა დაგლოცოთ მთელი გულით. ღვთის წყალობა, ძალა, მადლი და ძალიან ესეთი მადლიანი და ღვთისმიერი და წარმატებული ცხოვრება მინდა გისურვოთ. იცოდეთ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარხართ და თქვენთან ვართ ყველანაირად, თქვენ გვერდში გვიგულეთ ასევე, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, ბავშვებო, რომ ღმერთს უყვარხართ თქვენ ყველაზე მეტად. ეს უნდა გახსოვდეთ ყოველთვის. ძალიან უყვარხართ უფალს და ძალიან ისმენს თქვენს ლოცვებს და თქვენს სიტყვებს. ამიტომ უნდა ილოცოთ თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის და ჩვენთვისაც. საპატრიარქო რეზიდენციაში შეკრებილები დღევანდელი დღით გამოწვეულ სიხარულზე საუბრობდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული მოსწავლისთვის დღევანდელი დღე აღნიშნეს შეხვედრის შემდგომ, რომ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მიიღეს, ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა დღევანდელ დღეს და მადლობა მინდა გადაუხადო უფალს დღევანდელი დღისთვის და პატრიარქს, რომ გვიმასპინძლა ასე სულით და გულით. სკოლაში 44 მოსწავლეა ამ ეტაპზე და მოსწავლეები არიან მცირე მხედველები, უსინათლოები, ზოგი მრავლობით დარღვევის მქონე მოსწავლე ამავდროულად და კვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ ამ მოსწავლეებთან და ეს თანამშრომლების დღეს იყვნენ საპატრიარქოში უმასპინძლა პატრიარქმა და დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ორგანიზატორს, ვინც დააორგანიზა ჩვენი აქ სკოლაში მოსვლა, რა თქმა უნდა მის უწმინდესობას და დიდება უფალს, რომ ეს დღე შედგა. გაგვიჭირდება ალბათ სიტყვებით ამ ემოციის გადმოცემა, იმიტომ რომ ალბათ უბედნიერესი დღე იყო ჩვენთვის. ძალიან გვინდოდა პატრიარქთან შეხვედრა, მისი და ლოცვა კურთხევის მიღება და უბედნიერესები ვართ. დღევანდელ დღეზე ვიტყვი, რომ ძალიან კარგი იყო, ძალიან ბედნიერება იყო, იმიტომ რომ ჯვრები გვაჭუქა, დაგულოცა კიდევაც, მადლობა მას ამისთვის. ძალიან გამიჭირდება ამ გრძნობის ახსნა, იმიტომ რომ მართლა უბედნიერესი ვარ და მადლიერი ვარ უფლის და ჩვენი სკოლის რო დღეს მე აქ მოვედი და უწმინდეს შევხვდი. ძალიან სასიამოვნო დღე იყო და თანდათან რაც ახლოვდებოდა, ანუ უფრო ნერვიულობდი. მე მადლობა მინდა გადავხადო მას. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი აქ ყოფნით, ჩემ მეგობრებთან ერთად
ასევე უწმინდესთან შეხვედრა იყო ძალიან ამაღლებელი და ასევე მადლიერი ვარ, იმიტომ რომ უწმინდესმა ჩვენ დავგულმოცა. დღეს ძალიან კარგი დღე იყო ჩემთვის, ძალიან ბედნიერი ვარ რომ აქ მოვედი და მადლობა სკოლას რომ აქ მოვედი, იმიტომ რომ ძალიან გამეხარდა და დღეს ერთ-ერთი საუკეთესო და ბედნიერი დღე იყო, რაც წელს მქონია.